ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი თავის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად ევროპელთან უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას გააგრძელებს, განსხვავებით კირ სტარმერისგან, რომელიც მათი აზრით ამ გზაზე ბოლომდე წარმატებით ვერ გამორჩეოდა. ბრიუსელთან დაახლოებას ლონდონში უმრავლესობა მიესალმება და აუცილებლადაც კი მიიჩნევს. ფიქრობ, რაც მისი მანჩესტერში ჩატარებული საარჩევნო კამპანიიდან ვნახე, საკმაოდ სასიამოვნო ადამიანი ჩანს. ცოტა სამწუხარო, რომ კირ სტარმერი წავიდა. ჩემი აზრით, ცუდი ლიდერი არ იყო. როგორც გავიგე, ედი ბერნემმა შესაძლოა ბრიტანეთის ევროკავშირში დაბრუნების საკითხი წამოწიოს. ვერასოდეს იტყვი წინასწარ, მაგრამ ჩემი აზრით ეს ქვეყნისთვის კარგი იქნებოდა. როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ბერნემის სტაბილურობისა და თანმიმდევრობის მომხრეა. იმის, რაც დიდ ბრიტანეთს უკვე დიდი ხანი აკლია და ეს არ არის მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების ან ექსპერტების მოსაზრება, არამედ ბრიტანელი მოსახლეობის სიტყვები. რაც ყველაზე მეტად მაჩვენებს ისაა, რომ სავარაუდოა, ვერ შევძლოთ იმ მნიშვნელოვანი სტრუქტურული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ქვეყანას მომდევნო 5 ან 10 წლის განმავლობაში სჭირდება. ჩვენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ კვარტლიდან კვარტლამდე, ან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვიდან გამოკითხვამდე. საჭიროა უფრო გრძელვადიანი და სისტემური ცვლილებები, რომლებიც რეალურად შეცვლის ვითარებას. დიახ, ის აშკარად პოპულისტური პოლიტიკის წარმომადგენელია, თუმცა მემარცხენე ფრთაზე. რაც გარკვეულწილად უჩვეულოა. ეს მისი ხელისუფლებაში ყოფნის მხოლოდ პირველი დღეა. ამიტომ დრო უნდა მივცეთ. აშკარაა, მან მიანიშნა, რომ მისი მმართველობა ლეიბორისტული პარტიის ტრადიციულ ღირებულებებს დაეფუძნება, რაც საინტერესოა. მაგრამ არის თუ არა ეს სწორედ ის, რაც ქვეყანას ახლა სჭირდება. მოსახლეობის ნაწილი თავს იკავებს მოქმედი პრემიერ-მინისტრის შეფასებისგან და აძლევს მას უფლებამოსილების შესასრულებლად საკმარის ვადას, თუმცა აკრიტიკებს მთავრობის წინა მეთაურების ქმედებებს, რამაც მათი აზრით დიდი ბრიტანეთი რთულ მდგომარეობამდე მიიყვანა. ბევრი საკითხია, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს, განსაკუთრებით ჯანდაცვის სისტემასა და იმიგრაციის პრობლემებს. ფიქრობ, სამწუხაროა, რომ სტარმერისთვის ეს ყველაფერი ასე დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება, თუმცა ვიმედოვნებ, ენდი ბერნემი შეძლებს ამ სტაბილურობის უზრუნველყოფას და პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება. ლეიბორისტებისა და დიდი ბრიტანეთის ყოფილი პოლიტიკური ლიდერის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა ბოლო პერიოდში არასახარბიელი იყო. ბრიტანელთა 23% კირ სტარმერს დადებითად აფასებდა მაშინ, როდესაც სამჯერ მეტი მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ეს გახდა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც მას დაუნინგ სტრიტის კაბინეტიდან წასვლა მოუწია. გაამართლებს თუ არ გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი მოსახლეობის იმედებს, ეს ყველაფერი მის შესრულებულ ნაბიჯებსა და საზოგადოებრივი პრობლემებისთვის პასუხის გაცემაზე იქნება დამოკიდებული.